ობულეთში ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა სტამბური წესით დაბეჭდილი ყალბი ბიულეტენებიც. არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევაზე დღეს მემარჯვენე მანანა ნაჭყებია და გაერთიანებული ოპოზიციის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მირზა მსუქნიშვილი საუბრობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარღვევების სამსახური ფოტო და დოკუმენტური მასალა წარადგინეს. მირზა მსუქნიშვილი ქობულეთის საარჩევნო უბნების მონაცემების ხელახალ გადაცვლას ითხოვს. მანანა ნაჭყებიას თქმით კი გაერთიანებული ოპოზიცია დარღვევებთან დაკავშირებით სპეციალურ ფილმს ამზადებს. ეს ბიულეტენები ამოღებული არის ერთ-ერთ უბანზე. ეს არის მე-15 საარჩევნო უბანი, სადაც გამოვიტანეთ ეს ბიულეტენები და რომელი ბიულეტენების აღმოჩნდა შემდეგ ყალბი, რომელიც დაბეჭდილია სტამბური წესით, რომელიც არის თივნის ხელწერა, შესაბამისი ბეჭედი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელწერა. ასეთივე ბიულეტენების მთელ დასტას შემთხვევით თავის სადარბაზოში წააწყდა მოქალაქე და ის ოპოზიციის შტაბში მიიტანა. ბიულეტენების ნაწილი უკვე დამწვარი იყო. ამ კადრებს უკვე კომენტარი არ სჭირდება. პირადად ჩემს მიმართ, ასევე ჩვენ სხვა დამკვირვებლებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ჩვენ დაგვიმტვრიეს ვიდეოკამერა, რომელთაც ვაფიქსირებდით დარღვევებს არჩევნების სხვადასხვა უბანზე და ასევე ნაცემი იყო რამდენიმე ჩვენი დამკვირვებელი და მე აღარ ვსაუბრობ იმ გაყალბების დონეზე და იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომლის მოწმენით ჩვენ აღმოჩნდით. ფაქტიურად ეს იყო მასობრივი ზეწოლა, დამკვირვებლებზე ხდებოდა უბნებიდან გამოყრა დამკვირვებლების მათ მიმართ სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა, ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს, და იგივე ამორჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემას უგულებელ ყოფილი იყო, მარკირების პროცესი ხდებოდა უამრავი პროცედურული დარღვევა, კომისიის თავმჯდომარეები მასობრივად უარს ამბობდნენ საჩივრების მიღებაზე და საჩივრების შემთხვევაში ასევე ცდილობდნენ ზეწოლას კომისიის წევრებზე და დამკვირვებლებზე, ასევე მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული კარუსელის პროცესი და ამ შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობას არ დავიწყნია ნაცადი და გამოცდილი მეთოდის, ეგრეთ წოდებული საარჩევნო კარუსელების გამოყენებას. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ამ არჩევნებისთვის. ციხიდან საგანგებოდ გამოშვებული კრიმინალების, პატიმრების გამოყენება ხმების მოსაპოვებლა. ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობს, მაგრამ ხმამაღლა არავინ, გასაგები მიზეზების გამო. იყვნენ წარმოდგენილნი უბნებში ნარკომანები, რომლებიც უბნის ირგვლივ ტრიალებდნენ და ეს ადამიანები აიძულებდნენ მოქალაქეებს ხმა მიეცათ 5 ნომრისთვის. იყვნენ ასევე ჩართულები უბნის აქტიური ქალბატონები, რომლებიც სიებით ხელში ზუსტად ამოწმებდნენ იმ ადამიანთა გვარებს, სახელებს, რომელიც ჰქონდათ მათ გადაცემული სავარაუდოდ კრიმინალური სამყაროსთან ამ ადამიანების გამოცხადების სიზუსტეს. ანუ მთლიანობაში ამ არჩევნების შედეგად მივიღეთ ისეთი პარლამენტი, რომელიც ტიპიურად საბჭოთა ტიპის პარლამენტია. ძალიან დიდი რაოდენობით იქნენ გამოშვებული ციხეებიდან პატიმრები, ნარკომანები, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, მაგრამ ეს ადამიანები არ არიან გამოშვებული უბადოდ, სავარაუდოდ მათ ელით ციხეებში უკან შებრუნება, ეს საფრთხე მათ თვითონაც იგრძნეს. ეს ადამიანები ჯერჯერობით დუმან, იმიტომ რომ ჯერ ვერ გრძნობენ იმ პერიოდს, რომ მათ უნდა ხმა ამოიღონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე დაიწყებენ ამ თემაზე საუბარს და საზოგადოებისთვის სწორედ ის ფაქტები, რომელზედაც მე ვისაუბრებ, მათივე პირით გახდება ცნობილი. რატო დარღვევებისა და ტოტალური გაყალბებების ფაქტების დაფიქსირება უბნებზე მობილიზებული ნაცმოძრაობის ბრიგადების დაუფარავ აგრესიას იწვევდა ჟურნალისტების მიმართ. ინციდენტი მოხდა დაახლოებით 2 საათისათვის, ჩვენ ვიყავით ბატონ კობადავითაშვილთან ერთად გადაღებაზე 105-100 საარჩევნო უბანში. იქ შემოვარდა რამდენიმე ჩვენთვის უცნობი პიროვნება, მათ მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაგვიმტვრიეს კამერა და წაგვართვეს, შემდეგ უკვე მათ დაგვიბრუნეს კამერა. ჟურნალისტ
ელისო ჩაფიძის მიმართ გამოყენებული ძალადობის შესახებ მთელმა საქართველოს შეიტყო. ვინ არიან ისინი მე წარუდგინე ჩემი მოწმობა ერთ-ერთმა მათგანმა არ ვიცი სახელდა გვარი ეს იყო მაღალი შავი ჩაცმული ახალგაზრდა ჩამომაგლიჯა ეს ჩემი პირადობის მოწმობა წესკოსი და ასევე წამართვა კამერა რომელიც ის დამიგდო. უნებრივია ამ განუკითხაობას მოყვა კომისიის წევრების, დამკვირვებლების, ჟურნალისტების შესაბამისი რეაქცია, საჩივრების დაწერის მოთხოვნა. მაგრამ ყველაფერ ამაზე უბანზე სპეციალურად მობილიზებული პოლიციელების, ეგრეთ წოდებული ჯანიანი ბიჭების, გამგეობების თანამშრომლების მხრიდან ცემა, უბნებიდან მათი გამოყრამობა. აი როგორ აშუქებდნენ არჩევნების დღეს რეგიონული მედია საშუალებები, რომლებიც ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდნენ. პროექტში ქართული მედია და ინფორმირებული არჩევანი. ერთი წამით ჩაწერეს დავიწყებ. იქ ეგეში და სამხრეთის კარიბჭე გისმენ. მოკლედ მე და მაგამ დავაფიქსეთ ეს ყველაფერი ერთად. მაკალო მინაჩული და იქ ეგეში და შეგიძლია დაწერო. დიახ. ესე ხუჭად დენეს ნანებიოლები მედიაცი არ აქვს. იქ შემოხდეს ესე კიდე რატყეში თავის მოხარი მიგაკარდეთ ფილმის მომიწვით სული საერთოდ რა. ხუჭად. ერთმა კი არა თან შემოიყარნენ. არ ვიცი მე რა შეიძლება ხდებოდა რა. როდესაც საღამოს მე დამერეკეს და მკითხეს რას ვიტყოდი არჩევნების შესახებ, მე ვთქვი რომ მე ვიყავი ძალიან არაობიექტური ადამიანი იმ დღეს, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ჩემამდე მოდიოდა ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ დარღვევების შესახებ. ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დიდწნეხის ქვეშ იყვნენ ჟურნალისტები, ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, როგორი სერიოზული პრობლემები შეემთხვათ მათ, როგორ უგრეხდნენ ხელებს, როგორ უტყავდნენ სკამს ბეჭებში, როგორ ცემდნენ ოპერატორებს და ეს იყო მართლა ძალიან მძიმე დღე ჩემთვის, იმიტომ რომ ხედავდი რომ ერთი მხრივ არ იყო საუბარი იმაზე რომ განსაკუთრებული ძალადობა ადგილებზე ხდებოდა იმ ადამიანების მიმართ რომლებიც შედიოდნენ ჯიხურებში და სავარაუდოდ თავისნებით ხაზავდნენ ხუთიანს და გამოდიოდნენ შემდეგ და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ კომისიის წევრებისთვის დაენახვებინათ რომ აი ნამდვილად შემოხაზეს ხუთიანი. ღამე როდესაც ხუთები გაიხსნა და ჩვენამდე მოდიოდა უკვე ციფრები, რა ციფრები იყო დაფიქსირებული ადგილებზე, უბნებში, ჩემთვის უკვე აღარ იყო გასაკვირი ის ციფრები, რაც მოდიოდა, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში უკვე ჩემს ცნობიერებაში ისეთ სურათი შეიქმნა, რაც ზუსტად მეუბნებოდა, რომ ამ მომრჩევლებზე ტერორი ხორციელდებოდა არჩევნების წინა პერიოდში, რის გამოც ისინი იძულებული ხდებოდნენ ზოგი ნებით, ზოგი რაღაცის გამორჩენის სურვილით, ზოგი შიშით შემოეხაზათ ხუთიანი და დაედასტურებინათ თვითონ რომ ნამდვილად ხუთიანი შემოხაზეს და ის ადამიანები, რომლებიც წინა უდგებოდნენ ამას, ის ადამიანები, რომლებიც ამას არ გააკეთებდნენ, იყვნენ საშინელი ტერორის ქვეშ, იქვე ადგილებზე, ანუ არა ამომრჩევლები, არამედ დამკვირვებლები და ჟურნალისტები. ძირითადად უხეში დარღვევებია მარნეულის, გორის, ქობულეთის, ბათუმის, ნაძალადევის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში. დარღვევების შემდეგი სახისაა: ბიულეტენების ჩაყრა, პოლიციელის მხრიდან მმართველი პარტიისა და მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია საარჩევნო უბნებზე. გაულუქავი ყუთები. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ მარნეულის, საგარეჯოს, ლაგოდეხის მთელ რიგ უბნებზე ამომრჩევლები შედიოდნენ შემოხაზული ბიულეტენებით და ამ პროცესს ვერ აჩერებდა ორგანიზაციის დამკვირვებელი. საუბარი მაქვს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა დამკვირვებლებზე, რომლებმაც სერიოზული ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფის სხვადასხვა ფორმა, ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა და მთელი რიგი სავალალო პროცესები გამოიარეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აძლევდნენ უფლებას ოფიციალურად ჩაებარებინათ კომისიაში მათი საჩივარი ყოველ კონკრეტულ დარღვევასთან მიმართებაში. და მასშტაბადამე ჩვენი დღის მანძილზე 21 მაისს დღის მანძილზე 3 საგანგებო შიდა შტაბში შეხვედრა შეკრება გამომდინარეობდა იქიდან მიგვეღო თუ არა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი გადაწყვეტილება და ბოლოს
ზუსტად 19 საათსა და 30 წუთზე, სანამ დაიკეტებოდა საარჩევნო უბნები და დაიწყებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ხმების დათვლის ეტაპი საარჩევნო უბნებში, ჩვენ ვიყავით იძულებულნი გაგვეკეთებინა საგანგებო განცხადება ჩვენი დამკვირვებლების, რომელთა საერთო რიცხვი ჯამში 300-ზე მეტი იყო, საგანგებო გამოწვევის შესახებ.